რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოვლიდნენ NGO-ებში მოკალათებული აგენტები და ამისათვის პარლამენტში ჩატარდა დახურული სხდომა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პარლამენტში გააკეთოს ოფიციალური საჯარო განცხადება და განმარტონ მართლაც გაიმართა თუ არა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა ამ საკითხზე, რომელიც არის მითითებული გაზეთ ვერსიაში. გაზეთი ვერსია ასევე სამწუხაროდ ავრცელებს რამდენიმე დღის წინ რუსულ ფორუმებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი უფლებადამცველი, ცნობილი უფლებადამცველი საქართველოში, მრავალეროვანი საქართველოს სამხალხო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი ასევე არის ჩართული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ აგენტურულ საქმიანობაში. ახალ ვერსიაში გამოქვეყნებული სტატია არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. ძალიან ვშიშობ, რომ ეს ამზადებს საზოგადოებრივ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ NGO-შნიკებში მართლაც NGO-შნიკები არიან ძირითადად რუსეთის აგენტურის ნაწილი. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არანაირ შემთხვევაში არ გავჩერდები. მე ადამიანი ვარ, რომელიც არის გაზრდილი თბილისური ადატებით. ჩემი ფილოსოფია არის დასავლური ღირებულებები. მე ამ ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებ, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მიყვარს და რაღაცა მინდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში და ეს სააგენტო რაღაც ბარათები, აგენტური ბარათები, რაც გამოაქვეყნეს, შუბლს მიაკრა, უფრო მოუხდებათ, მე მგონი რა.